გამარჯობოთ ხალბატონებო და ბატონებო, ეთერშია სპეციალური გამოშვება. დღეს ჩვენთან სტუმრად არის ისევ და ისევ წარდგენა არ სჭირდება პაატა აბულაძე. გამარჯობათ ბატონო პაატა. მოგესალმებით. ბატონო პაატა, გაჟღერდა ის მოსაზრება, რაც ჩვენ წინა გადაცემაში ვთქვით რუსი ჯარის ჩაყენებასთან დაკავშირებით თურქეთის საზღვართან მრავალმა ტელევიზიამ გააჟღერა, კერძოდ Georgian Times-მა და თქვენ რა აზრს ახართ? რატო გააჟღერეს? სანამ აქ მოდიოდი ჩამიგდეს და ჯონდი მთქვა ბაღათურია, საერთოდ მაგ ადამიანს ძალიან დიდ პატივს ავცემ. მართალია წინა გადაცემაში ცოტა ვერ მოზომა, იმიტომ რომ იქ რუსებს დააბრალა ის სამოლოების ჩამოგდება იქ ნატოს საკუთრებაში ხო, ну არა უშავს ხდება ის ჩემი გაგვებით ეს იყო ცოტა არაკორექტულად. ხო, მაგრამ რაც მან ეს როგორაც ჩამიგდეს ტელეფონში და მოусმინე, ყველა ესე იგი ვეთანხმები, კარგია, რომ უკვე ესეთ მეინსტრიმულ მედიებში უკვე რომ გაჩნდა ეს აზრი, რა თქმა უნდა, პირველი მერცხლები ჩვენა ვართ, პრეტენზია არ გამაჩნია მაგაზე, გაუშვ თვითონ და იყოს თუნდაც, მაგრამ ის რომ ეს არის ერთადერთი გამოსავალი რომ საქართველოს ტერიტორიაზე უკვე ყოფი 34 წელი, კიდევ ერთხელ მეორე ტელევიზიის მაყურებლების საყურადღებოდ. საქართველოს ტერიტორიაზე 34 წელზე მეტია 300 წელია უკვე დგას რუსული ჯარი. ვერ გაყვავს და ღმერთ მარაკნას რომ გავიდნენ. ბიჭო, კიდევ ერთხელ ჩემი მას ვადასტურებ, რომ ეს ჯარი თუ ჩვენ რამე საფრთხე გვემუქრება, რამე არაბიზაცია, მუსლიმაცია თუ რაც არის, როგორც ახლა ატეხილი ერთი ამბავი და საფუძვლიანად მე მაინც ესე ვფიქრობ, მოდი რა ქვეყანა დავაზღვიოთ მეთქი წინა გადაცემაში ვთქვი, რომ ერთი ჯარი ჩავაყენოთ, ვთხოვოთ საქართველოს ტერიტორიაზე მყოფს გეუნებით, რომელიც უკვე 300 წელია დგას, ჩავაყენოთ თურქეთის საზღვარზე და მეორე ჩავაყენოთ ახალციხის საზღვარზე. მოდის რომ ეს იმას მოგცემს, რომ გარანტირებულად სულ ცოტა კიდე 300 წელი საქართველოს ტერიტორიას და ქართულ ერს არავითარი ეგზისტენციალური საფრთხე არ დაემუქრება, რაც მოგცემს საშუალებას განვითარების, გამრავლების, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, კстати. და შვიდობის ისტორიულ ხანგრძლივობაში. ბატონმა ჯონდიმ რაც მოусმინე, ძალიან კარგად განმარტა, ესე იგი ძალიან გლობალურად, ეს არის უფრო გლობალური გადაწყვეტილება, სტრატეგიული გლობალური გადაწყვეტილება. მე მაინც მგონია, რომ ეს ხელისუფლება მაგაზე ვერ წავა. ჩემ და სამწუხაროდ, იმიტომ რომ ტიპიური რუსოფობები არიან, არა აგრესიული, იმიტომ რომ ხალხს როცა ვამბობ რუსოფობი, გონიათ რომ აგრესიული, არა, აგრესულები ვიყავით 30 წლის განმავლობაში, მოხვდა ესე ვთქვათ, შალაბანები ცხვირპირში და აღარა ვართ. მაგრამ მაინც რუსოფობი მაინც დავჭით, თუნდაც გუშინდელი პრემიერის იმედზე გამოსვლა, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ თავიდან და ბოლომდე ქვეყანა არის რუსოფობიული, არა აგრესიული ხალხს უსმევ, იმიტომ რომ მაგის არც საშუალება გვაქვს და არც რაოდენობით არ ვართ მაგდენი. იმიტომ რომ გაგახსენებთ, როცა როგორ არის ხელისუფლებაში, როცა რაღაცა თემა იჭედება, დაუშვათ აი გაგახსენებთ, გახარიას რომ დაუძახეს კომისიის სხდომაზე, როგორც კი თემა გაიჭედებოდა, ხო? ეგ გასწავლეს რუსეთში, ეგ გასწავლეს ანუ რუსეთუმია. ხო, ანუ თემა როგორ არის, დამაკნინებელ, ესე ვთქვათ, დამამცირებელ კონტექსტში ლაპარაკობენ ამას ყველაფერს და საზოგადოებას თავაზობენ რას, რომ ეს ადამიანი პერსონა დაუშვათ ახლა ამ შემთხვევაში იყო ანტიფო კი არა, ის რაც ახლა კონსერვატული მოძრაობა და მეორე იყო ალიანსი. ხო, ესე იგი, საზოგადოებას თავაზებენ ისეთ პროდუქტს, რომ აი ეს ხალხი არიან ჩვენი მტრების, ნეგატიურების და ესე დამამცირებელ ტონში
წარმოსახავენ ამ პოლიტიკურ ძალებს. თუ დაჭირდებათ, მე ჩემზე სიტყვიან თქვენს ძეთ, საკუთარ შვილებზე სიტყვიან, კაცო, ოღონდ არ დაჭირდეთ. თუ დაჭირდეთ, არც ეგ მაგია პრობლემა. როცა თემა იჭედება პოლიტიკური თემა, როცა აღარა გამართლების კი არა, აი სწორად აუხსნა საზოგადოებას, იმიტომ სწორად აღელავს საზოგადოება მათთან ერთად ჩვენც მაგ თემაზე ვილაპარაკებთ ალბათ არაბიზაცია, თურქულიზაციის თემას. ხო, მაშინ გადადიხარ უკვე აგრესიაზე. აგრესია რა არის? არ უნდა დაიჭირო, არ უნდა დააბრალო ისეთი რაღაცა, რომელიც საქართველოში გავრცელებული, იმიტომ ქვეყანა არის რუსოფობიული. არის ამას ესე ქვია, რუსოფობიული ქვეყანა ქვია. სოდომიზმისკენ მიდრეკილი ქვეყანა, გაგახსენებთ. თქვენ არ ახართ ტრადიციული სამყარო, არც ქვეყანა არ ახართ ტრადიციული, იმიტომ რომ გაგახსენებთ ჩემი ახლობლის იგივე პრეზიდენტის ყაველაშვილის წერილს პრეზიდენტ ტრამპთან, სადაც ღია ტექსტით მიწერა, დაგვინახეთ, ჩვენ თქვენი სამყაროს წევრი ვართ. ამას ეძახიან ცივილურ სამყაროს, აი ქალებს რო ბავშვებს რო კიდე ერთხელ ვამბობ, ძუძუებს რო ვაჭრიან და კუტუნიებს რო ვაჭრიან, ეს ცივილურ სამყაროს ქვია, მაგრამ აი ეძახიან ამას საერთოდ. და ამიტომ იმის თქმა რომ ქვეყანა მე даже ეს რა თქმა უნდა გუშინ მქონდა მე აი თემიდან არ გადავდივარ უბრალოდ გიხსნით რომ გუშინ მქონდა მე ესეთი ჩართვა მქონდა იქ რუსეთის ერთ-ერთ ბლოგერთან რომელსაც სხვათა შორის ბლოგერი კი არ არის რენტივის აქვს ეგეთი პოდკასტი რა რენტივის ტელევიზიას ძალოვნების ტელევიზია ეგა და იქ რო იყო ლაპარაკი მე პირდაპირ უთხარი მაგათ რომ მე უთხარი დაიცა რიბიატა მე უთხარი თქვენ ეხლა გაქვთ ილუზიებში ხართ მეთქი თქვენ გაქვთ დიდი წარმოდგენა რომ აი როგორ გონათ კიევში რო შეხვედით და ყვავილებით დაგვხვდნენ ტყვით ამიტომ ესეთი წარმოდგენა გაქვთ დღევანდელ საქართველოს არ არის ესეთი დღევანდელი საქართველო არის რუსოფობიული აქ თქვენ არავის არ უყვარხართ როგორც კი მიეცემათ საშუალება ეგრევე ზურგში მოხვდებათ დანა და არაერთხელ ეს ჩვენ გავაკეთეთ ამიტომ მე ვუთხარი მე თქვენ უფრო გაბრაზდებით და უფრო მეც აზიანებთ მე ჩემ ქვეყანას ამიტომ როცა სწორი ინფორმაცია გაქვს აქ რა ხდება ის კი არა იქიდან კი ქართველები არიან რომლებიც უნდათ მეც მანდავა რომ მინდა რომ ჩემი ქვეყანა იყოს დაცული ტერიტორიული გამწვენებული მაგრამ არ არის ესე მოცემულობა სხვა რამე გვაქვს გასაგებია, საინტერესოა მათი პასუხი, რა გიპასუხებს. გიეთქვით, მაგამდეც მივალ. და ამიტომ ჯენ მოდი ეს დავამთავროთ, იმიტომ რომ არ შეგეშალოთ მეთქი. მე ვლაპარაკობ, მე აქ ვცხოვრობ, კაცო, თქვენ ცხოვრობთ 3000 კილომეტრით იქით. მე ვცხოვრობ აქ და მე მაქვს ყოველ წუთიერი შეხება ამ ყველაფერთან. პირდაპირ დაასკვნა გეუბნებით ეგრევე. ქვეყანა არის რუსოფობიული ქვეყანა არის სოდომიზმისკენ მიდრეკილი, ანუ იმ სამყაროსკენ მიდრეკილი, რასაც ქვია ევროპა და ეს მოვიშველია კონსტიტუციაში ჩაწერილი ეს მამაძაღლობა, მოვიშველია ის რომ დღესაც არსებობს საქართველოს ტერიტორიაზე სოროსის ფონდი, მოვიშველია ეს ხელისუფლების ამოვიღე, ამონარიდები ყველაფერი ეს რუსოფობიული განცხადებების და ვიდეოს სახით გადაუგზავნე კიდევაც მე ვუთხარი ჯობია სწორი წარმოდგენა გქონდეთ ზედმეტ ილუზიებში არ იყოთ რომ მე არ გაოცდეთ რა თურმე ეგრე არ ყოფილა არ არის ეგრე 34 წელმა თავისი გავლენები მოახდინა ამ ქვეყანაში და ნუ საზოგადოება შეცვალა თაობა შეიცვალა და ამიტომ ის შეიძლება ჩემმა თაობამ იქ რუსეთში ის ძველი ის ახსოვთ სტუმართ მოყარება ესეთი არ არის მეთქი კაცო ჩვენთან 4 კაცი ერთ რუსს ცემს მეთქი ჩვენთან ხაჭაპურში უფურთხებენ მეთქი და ეხლა ჩემგან კი არა თქვენ გლავნა კამანდუშის იმას განკარგულებებს და იმას წაიკითხეთ ჩემგან რადგინდათ მეთქი პირდაპირ ლაპარაკობს რუსეთის პრეზიდენტი ამაზე მეთქი ამიტომ ჯობია სწორად შეფასება გავაკეთოთ მეთქი ახლა ამას ქართველები სწორედ გამიგებენ ეს იმიტომ გეუბნებით ხალხო რომ აი უყურე იქაც შეიცვალა კაცო თაობა იქ თაობა წამოსული აი როგორ გითხრათ
სამხედრო თაობაა. აი ბავშვები, აი გეუბნებით რუსეთში რო გაიაროთ, ადრე რო დადიოდნენ დაუშვათ აი Nike-ის სპორტული რაღაცით. ან NBA-ის და უკან ამერიკული დროშა მაიკები. ეგეთ რა იქ არ არის კაცო უკვე. იქ დამთავრდა. იქ ეგეთ რაღაცები სიგიჟები, ბავშვები სუს თაობა სუს სხვა რამით იზრდება. იმათ სუალიცენ შენი არც სტომატ მასპინძლობა, არც შენი ხაჭაპური და ხინკალი. ამიტომ ამ თვალით უნდა შევხედოთ იქაც. ხელისუფლებას ვეუბნები და ნუსყით რომ ვეუბნები. არ გამოგივათ ის, რომ ეხლა მით უმეტეს დღეს, ალბათ მაგასაც შევეხებით, რაც ეხლა თურქეთში ხდება. დარწმუნებული ვარ, ჩვენ პრემიერს ეგრეთ შევდნოდა დღეს თურქეთში რა ხდება, ან რაზე უწევთ ხელის მოწერა, ესე ვთქვათ, მაგათი სამყაროს წარმომადგენლებს, ანუ სოდომიტურ სამყაროს წარმომადგენლებს, დარწმუნებული ვარ, გუშინ ამ განცხადებას არ გააკეთებდა, რომ ისინი რუსების პარტიები არიანო. 100%-ია გეუბნებით, რომ მაგ რუსოფობიურ განცხადებას არ გააკეთებდა. მაგრამ მე ვეუბნები, რომ ჯერ სადახართ. რაც შეეხება თქვენ კითხვას, იქიდან როგორ უყურებენ, ამას უყურებენ ერთი რამით, კაცო. იმათმა ის ვერსია ის, რომ აი ადრე იყო, რომ ჩვენ ქართველები და გრუზინი და მალაცი და კი ბატონო, გამოლენ მაგეებს იტყვიან. პრეზიდენტის ადმინისტრაცია გამოვა, მარტო იმიტომ გამოვა, რომ ეს სტატუს-კვო შენარჩუნებული იყოს, რომ აქედან რაღაცა სიგიჟები არ აკეთონ ქართველებმა. ხო და ამიტომ გამოლენ, აი მალაცი გრუზინი, აი ყოჩა ქართველები როგორ დაიჭირეს, ხედავ შენ, აი მალადეც, მაგრამ მან ეგარაფერს არ ნიშნავს. იქ ნიშნავს ძალოვნები, კაცო. იქ ძალოვნები წვიტავენ, კაცო, ანუ კიდევ აგერ ვეუბნები, ჩემი ხალხი წვიტავს, ვეუბნები, ხო არ გიმალავთ, კაცო. ოჯახში მყავს ძალოვნები და იმიტომ გეუბნებით, კაცო, აღარ მინდა და მაგას დაუბრუნდი. ბიჭო, შემამაცხონებულო, კაცო. თქვენი პატრონების დღის წესრიგი უკვე დამთავრდა, კაცო. მაინც იქით იკიჩებით. მაინც თქვენი პოლიტიკური გამართლება, როცა თქვენ გაჭედილები ხართ, გამოსავალს ხედავთ რუსების გინებაში, რუსეთის სახელმწიფოს გინებაში და დამამცირებენ კონტექსტში მოხსენიებაზე. სხვათა შორის მარტო რუსების არა, ჩინელებისაც. გაგახსენოთ ჩინელებს როგორ თქვენს. როცა ეს რეჟისორი რო გაიქცა, აი ეს აი ჩინეთში სპექტაკლს უდგავს, აი ლევან წულაძე. არა, მეორე, აი ჭოლა. ჭოლაზე არ გეუბნებით, აი ადუატო დოი. როგორ მოიხსენებდნენ ჩინეთს? აბა გაიხსენეთ. ეგაც გუშინ მან დრენტივიზე ეგაც ავთქვი. ეგაც მოუყევი. კომუნისტური ჩინეთი. გაიგეთ? ანუ ხალხს უსვამდნენ დამაკნინებელ ტონში, რომ კომუნისტური ფუფ იქ გაიქცაო, გაიგეთ შენ? არა და ერთი კვირის წინ რო დაეწყნენ ეს 30 კაცი, სულ ყველამ ჩაირბინა იქ. იმიტომ რომ იქაც და ნუ არიან აქ ნუ ატყუებენ ხალხს. იქ რეები ელაპარაკდნენ, ყველა ვინც საჭიროა ემათმა იციან და ვიცით. იქ რა ელაპარაკენ და აქ რომ უნდათ რომ წარმოაჩინონ ნახე როგორ შეხვდა. კაი კაცო, შენის მითხარი იქ როგორ რაზე ელაპარაკდნენ მას. ეს არის საინტერესო, იქ არა ტელევიზიაში რო გამოგიგდეს. და სხვათა შორის მაშინ ამნუდენ ხაინდრავას გმინდა გავახსენო, ხო იცი როგორ რო არ დაუძახეს, რატო არ ჩავიდაო, ჩვენებს რატო არ დაუძახესო და ჩვენები არც წავიდოდნენ, იმიტომ რომ იქაო ვლადიმერ პუტინი იყო. ახლა მეკითხები, ახლა რო ჩავიდნენ ვინ იყო იქა? მიშუსტინი არ იყო? და ჩვენებისგან განსხვავებით სი ძენპინმა თავის სახში რა ის სასტუმრო კაცამჩებთა სახში პირადი სტუმარი იქნებიო. ეხლა რა შვებით? გოგა. რუსოფობო, ფაშისტო, ქართველთმოძულე. ეხლა და სხვათა შორის ეხლა გამახსენდა. გოგა ხაინდრავამ სუთქვია. მეო მაგას არ ვაქცევ ყურადღებასო. მეო ახლა ერთი რასაც ნერვიულობო, ჩემ შვილებს ან შვილიშვილს არ გადაეყარონო. გამოიხედი აქეთ. რავი მაგაზე ნუ მიდგება საკითხი თორე რა ვიცი ახლა და ჩემ შვილებს რო გადაეყარონ? მე რა შვებით? რასი ესა ანუ იმის თქმა მინდა კიდევ ერთხელ რომ შევკრათ თქვენი ისა. დიახ. რუსებს აქვს ესეთი განცდა. თქვენს ტერიტორიაზე ჩვენ არ დაგვიმუქროს
სამხედრო ეგზისტენციალური საფრთხე. ერთი. ამისთვის ჩვენ კი ბატონო ეკონომიკურად რაღაცა ემბარგო მოგვიხსნეს ხორბალზე, ნავთობზე კი ბატონო. თქვენ აქ კიდე გეუნებით, რა ფულს გადაიხდით? ეს არაბული ფული იქნება, თურქული თუ ყიზილბაშური, ეს თქვენ შეგნით გადაწყვეტეთ, კაცო, რაც მეტი ფული გექნებათ ქართველებო, მით მეტ პროდუქციას ყიდით ჩემგან. იმიტომ რომ თქვენ სხვა გამოსავალი მაინც არ გაქვთ. ფიზიკურად არ არსებობს სხვა და მითო. აი ეს განწყობა აქვთ. რა თქმა უნდა, არიან მოწედინებული რომ დარეგულირდეს სიტუაცია, ოდიშით გიხდით. მაგრამ, მაგას ცოტა ვაშკაცობა უნდა, რაც მე და ჯონდი ბაღათურიამ თქვით, მაგას ცოტა ვაშკაცობა უნდა, მაგრამ ეს ხელისუფლება და ეს პარლამენტი ამის გამკეთებელი ვერ არის. არ არის, ვერ არის და ვერც გააკეთებს. რომც გააკეთოს, თავისი ექსპერტები, თავისი ტელევიზიები აუფეთქდება. იმიტომ რომ ვინც უნდა გაამართლოს და სწორედ მიიტანოს ეს ნაბიჯი ხალხამდე, თვითონ ისინი უკვე წინასწარ ბრიტანელების დავალებით აი ამ გზას ჩეხავენ. რა უნდა ვქრათ, მაშინ რაღაც გამოსავალი ხო? პირველი რიგარეში უნდა ჩატარდეს სასტრაფო ტესტი, ოღონდ უნდა მოსუფთავდეს ის ველი, ეხლა რომ მიქმნიან აქ რაღაცა ნეიტრალიტეტისო, იმისო, მე ამ ჯორჯიან ტაიმსის ექსპერტების ერთიანი არ გამოვა ეგ ზღაპრები. იქ ეგენი იციან, კაცო, მოხარშული იციან თმიდან ფეხის ბრჭყილებამდე. თუ არა და აგერ ვარ მე და მარტო ჩემგან იციან. ხო არ მალავ. მე არ მინდა ეს ქვეყანა კიდევ ერთხელ შევიდეს 34 წლიან ჩიხში. ამიტომ ვეუბნები. ეს კამანდა მე ერთხელ სატელევიზიო ეთერში ვთქვი, ბატონ ბიძინას მიმართე. რაც უთხარი, ხო გამართლდა. კიდევ ერთხელ გელოდებიან. ჩვენი სამყარო გელოდებათ. ამას ქვია ბრიქსის სამყარო, მაინდამაინც რუსეთს მომაკერთ მაინდამაინც. აი ამ კამანდით თქვენ ამას ვერ გააკეთებთ. იმიტომ რომ ესენი ცუდებიან და ვერ გააკეთებენ. ჯერჯერობით თვითონ არიან ძევლები თავისი განცხადებების. მე როგორ წარმოგიდგენიათ, ეხლა ესენი რო წავიდნენ რაღაცა დალაპარაკებაზე, ეს ქართული დელეგაცია იქნება, უკაცრავად თავდამცირებული დელეგაცია ხო არ იქნება შემთხვევით. რომელსაც რუსოფობიული განცხადებებია გაკეთებული და მე სიტუაცია მოიტანა, რომ მაგის პატრონები ჩემმა სამყარომ დაამხო, კინაღავ რაღაცა თქვია. ხო? დედა უტირა ერთიანად დედაბუდიანად რა. დავამხეთ მაგათი სამყარო, ეს ევროკავშირი და ხო ეს კანდიდატის სტატუსის რო დარბოდნენ დროშები და ინგლისურად ლაპარაკობდნენ პარლამენტის შენობაში. ეგ ხალხია, კაცო. ხო, ეს კატეგორია ხალხი ვერ მოაგვარებს. კომპლექსია ჟენევიდან გამოყარეს, თენგო. ჟენევიდან სამარცხინოდ გამოყარეს. თქვენ კიდე არიცით, მე ხო ვიცი ახლა იქ რაც იყო და რაც არ იყო და იქ ვინც იყო, დაცვაში ერთ-ერთი ის კაცო, ვიცი მეთქი გეუნებით. სამარცხინოდ გამოყარეს. სამარცხინოდ. ანუ ამათ არ ელაპარაკება, ბატონო ბიჭინა, არ ელაპარაკებიან და არც დაელაპარაკებიან. რაც არ უნდა თქვენ იქ, თუ კიდე არაბეთში გავარდით, თუ კიდე იქ გავარდით კიდე, რა ვიცი, მონღოლეთში, რაც გინდათ იქ წადით, მაინც აქ მოხვალთ კაცო. იტრიალეთ 34 წელი, იტრიალეთ ანგრიეთ ეს ქვეყანა, ყვანით ეს ქვეყანა, რეები არ მოკეთ, მაინც აქ მოდიხართ. იმიტომ რომ ფიზიკურად გეოგრაფია რო გადაშალო, სხვა გამოსავალი არ არსებობს, კაცო. ისე რა მაგარი ხალხი ვართ, 34 წელი მივდიოდით ევროპაში და თლაშა ნამოყავით არაბეთში თავი. ფოკუსნიკები ვართ რა, აი ფოკუსნიკებს ვაკეთებთ რა. ეს რატო იცი? იმდენად რუსოფობიული სახელმწიფო ვართ, ოღონდ მართლმადიდებელი რუსეთში არა და თუ გინდა ისლამს მივიღებთ კაცო. აი ხო უკრაინელებმა რო იციან, რუსების ჯინაზე გეი პარადებს რო ატარებენ. აი ჩვენც როგორ იცი, აი რუსების ჯინაზე, წავალდა ეხლა არაბს კინაღავლებ თქვი მივცემთ მეთქი. გოგო აი შემოუშვებთ. თითქოს ეხლა ამით რუსებს რამეს ვაწყეინებთ რა. აი ესეთი სიტუაცია. არ გამოუვამ ხელისუფლებას ახლა რაც არ უნდა მიტრიალონ, ატრიალონ, იქიდან, აქედან, ან გამაგდეთ ამ სახელმწიფო და მითხრა დამიძახე და მითხრა პატა დაახვი აქედან. არ გამოვა ჩემი სამყაროს თქვენ არ მოგატყუებინებთ კაცო. აგეს დიეთ კაცო რუსთაველზე დაიჭირეთ და აკავეთ რაღაცა ხო აკეთებთ თქვენ კანიწელში ხო ხართ აქ ხო იხარშებით კაცო. იმის იქით არც გაგიშვებთ
ეცნებით რამე ისეთ გაკეთებას, რავი. თქვენი ეხლა ვიცი რომ მზადდება დიდი კონფერენცია და ვიცი აქედან ვინებიც უნდა წავიდნენ. ეხლა ვიგეუბნებით მე იქ ვიქნები. ღმერთი არ გაგიწყდა და იქ რაღაცა სიგიჟების ლაპარაკი არ დაიწყოთ. პირდაპირ წამოვხდები და პირდაპირ გაგაცნობთ იქა. ამიტომ თქვენი სანამ მე ვარ ეგ ან რაღაცა უნდა ქნათ ჩემზე. თქვენ ბიჭო გუშინდელ რუსაფობებს ჯერ ლიბერალებს, მერე რუსაფობებს, ახლა არაბისტებს, ბიჭო რავი არ გამოვა ეგრე რა. ან ერთი, ან მეორე, ან მესამე იყავით, კაცო. ტრადიციულ სამყაროსთან ჯერ თქვენ გზა არ გაქვთ. არ ახართ ტრადიციული და მითო. აი ესეთი ჩემი პასუხი. გასაგებია. იქ ვერ მოაქვს, იქ ყველაფერი იცის ხაპასხუპით. ყველაფერი იცის. გასაგებია. და რა მინდა კითხოთ, აი ახლა თურქეთში რო არის ჩასული ზელენსკი და ვიზიტთან დაკავშირებით თქვენი მოკლე განცხადება ან ინფორმაცია ან რაღაცა რა გაქვთ ამასთან დაკავშირებით თუ გეტყვით? გეტყვით. 3 წლის წინ რომ მეთქვა მე რომ ის სამყარო, აი ჩვენი სამყარო რომელიც არის რა, ეს სოდომიტური სამყარო. როცა ეს SVO დაიწყო და რომ მეთქვა ერთი თვის მეორე თვის მერე რომ იცით რა, თვითონ აი ესენი აიძულებენ ზელენსკის კაპიტულაციაზე ხელის მოწერას და ამ ტერიტორიების დათმობაზე. ხო მეტყოდით, ეს ამას ძალიან ასხიაო რა. აი ხა თელი მაგათი სამყარო დგას და აიძულებენ რომ აი ეს ტერიტორიები პრინციპში რუსული ტერიტორია იყო ის ისტორიულად, მაგრამ ნუ როგორც არის ახლა ხო ამათ ნარატივს ვაყვეთ. ცანიო როგორც რუსეთის ტერიტორიაო. ამერიკელებმა ჩვენ ვცნობთო. შენ არ იწოლო მაგაზე, ჩვენ მაგას მაინც ავცნობო. მიუხედავად იმისა, შენ მოაწერ თუ არა ხელსო კაცო. ჩვენ მაინც ავცნობთო. თუმცა კითხვა აქეთ გიბრუნებთ ხალხო. რომ არ ყოფილიყო ამერიკის შეერთებული შტატები, სააკაშვილი ან ზელენსკი გაბედავდა იქითკენ გახედვა, აი ომისკენ გახედვა, საერთოდ ტვიში აზრად მოუვიდო და ვინ მისცა გარანტია სააკაშვილსაც და ზელენსკისაც რომ მიდი კაცო აქ ვარ დაგეხმარებითო, ვინ დაუჭირა ორპარტიული მხარდაჭერა, ვინ მისცა? მე მივეცი? მერე ვინ აამოქმედა მთელი ევროპის ეს ვასალი ქვეყნები უკრაინის დასახმარებლად? არ დაგავიწყდათ როგორ გეუბნებოდნენ რომ რუსეთს ჩვენ ვანგრევთო კაცო სტრატეგიულადო. რა ვიცი დღეს ახლა თურქეთში დგანან და უბრალოდ შეხედეთ პირობებს რაზე უწევს ხელის მოწერა. იმაზე აღარა ლაპარაკი რომ იქნება რამე დარჩესო იქ უკრაინაში. იმაზე აღარა ლაპარაკი. აი რატო გეუბნებით უყურეთ ვინ მაძლევს გარანტიას რომ აქ ესე არ მოხდება. რომ აფხაზეთს არ მაიძულებენ მაგიერებინო. რაღაცა იმის წინაშე ხო არ დამაყენებენ კაცო. რაღაცა სიგიჟის წინაშე, რომელიც მე რავი კაცო არა კიდე არ მინდა გავართული ეგ სიტუაცია. რატო გეუბნებით უყურეთ ეხლა ხო ვერ წარმოგიდგენთ ეგეთ რამე. 3 წლის უკან ეგ რომ ეთქვა ხო ვერ წარმოიდგინეთ ეგეთ რაღაცას. რა თქმა უნდა, წარმოგუდგენელი. ანუ ისეთი სისწრაფით იცვლება სიტუაცია, კაცო. ბიჭო. რატო იცი, ყველაფერი რისი იმედით ჰქონდა ამ სახელმწიფოს, იქ გაერო, უშიშროების ის რაღაცა აი ეს OBSE თუ რაღაცა ჰაგის სასამართლოები, იმის სასამართლო, ამის სასამართლო, ჟენევის კონვენციები. ფაფუ ეგ აღარ არის, მორჩა. ძლიერი ხარ, მართალი ხარ. თუმცა ყოველთვის ეგრე იყო, მაგრამ ეხლა უკვე აშკარა გახდა. კაცო. ბიჭო. მარტო მე ვარ ესეთი გიჟი თუ რა არის, კაცო. გეკითხებით, ეხლა აი მაგ თქვენ კითხვას იმ თურქეთს უბრუნდები. ამ თურქებმა 9 მილიონ თურქ მესხებს ბჭყალებში ვამბობ, თურქული პასპორტი დაუბრუნა. გადასცა, კი არ დაუბრუნა, გადასცა. ეხლა ვფიქრობ, ამ დროს ჩვენთან საქართველოში რა ხდება? ერთთან ხდება არაბიზაციას რო ეძახიან, უკვე ნაკლებად მჯერა რო იქ არაბების ფული იყოს. ძალიან ნაკლებად მჯერა. მეორე აჭარაში შენდება გონიოში. აქედან უყურებ, ჩემი პრეზიდენტი ჩაყავთ და აბა ისო დაბრუნებაზე რას ვიტყვი ახლა შენაო? თან ათათურიქის საფლავთან. თან რომელ დღეს? თან რომელ უყურეთ რა. პლუს ამას ბაქოში აწყობს სამხედრო აღლომს.
ანუ რეგიონში იწყებს ტიპით მოძრაობას რა. რა თქმა უნდა, თავის თამაში. თავის მოძრაობას იწყებს. რატო იცი ამათმა ნახეს რომ ეს ქართველები არიან ბიჭო, გასოდომისტებულები. ბიჭო, ვინც ყავდათ პატრონი ის აღარ აყავთ. ისინი თვითონ ქართველები ვეღარ იტანენ, კაცო. აბა ჩვენ რა გვიშლის ხელს? ჩვენი ისტორიული, მაგათ გაგებით, ისტორიული ოცნების აღდგენის. აბა დაცვა აბა აღარ აყავთ, არავინ არ აყავს სამეზობლოში ყველას ასძულს. ყველას ასძულს მეთქი გეუბნებით არ ვაჭარბებ. ეხლა თუ პაშინიანს არ ჩავთვლი და რა ვიცი თუ ეგ არის ჩვენი დაცვა ამიტომ ეგ არის ყველაზე საშიში უკვე ძალიან ნერვიულობ რატომ უყურეთ ერთ-ერთი უდიდესი ქვეყანაა თან თურქეთი ნატოს უყურეთ ახლა რომ მქონდა ამ 4 დღის წინ მქონდა ამ რია ნოვოსტისთან სატელეფონო ჩართვა და აინტერესებდათ 7 დეკემბრის და 30 ნოემბრის აქციების შინაარსი. ამათ რო უხსნიდი მე რომ ეს არაბიზაცია რაღაცა ბიჭო ეხლა ის ახლობელია ჩემი კაცო და თქვენ მანდაო მართლა არაბულ ფულს ხედავთო? აი მართლა არაბულ სიტუაციას ხედავთო? ეხლა როგორ წარმოგიდგინეთ ეგაო? რავი, მე მგონია მანდ უფრო თურქული თემა ხო არ არისო? ხო და მე ისე აი რო ვილაპარაკობდით, მე აი რაც მოგასმენინე ტელეფონში. ეს ბატონო პატა ჩვენ თქვით ადრე ამის წინა იმაზე, აი თურქეთი რაღაც რატომ მაინდა-მაინც განცხადებების მერე დაიწყო თქო ეს არაბიზაციას ლაპარაკი. აი გეტყვით. ჩვენ თქვით ეს ადრე. ადრე წინა გადაცემებში თქვით, ეხლა უყურით კიდე ერთხელ გიხსნით რა. ჩვენგან განსხვავებით რუსეთის დაზვერვა არის, რავი, ნომერ პირველი. გადახედეთ რუსეთის ფედერალურ არხებს და ინტერნეტ სივრცეებს. ყველგან ლაპარაკობენ თურქეთ-საქართველოს ურთიერთობაზე და ამას ლაპარაკობენ აგრესიული ტონით. ამას წინათ ალბათ 2 დღის წინ თუ არ ვცდები, თუ არ მეშლება თარიღი, მამუკა ფიფია, ჩემი ოჯახის ახლობელი დიდი ქართველი კაცი იყო იგივე ჩემ ახლობელთან, სალავეულ ლაივზე აბას ჯუმასთან. მე დაკიდან მოკითხვა გადავწე აბას. ხო და მინდა რომ თელმა საქართველოს მოусმინოს მაგას რა. როგორც მე მითხარით, ალბათ გადაცემის კი, ეს გადაცემის შემდეგ პირდაპირ ექსკლუზიურად ჩავთავთ. გვაქვს ჩვენ ეს დიალოგი რაც შედგა მაგათ შორის. გვაქვს და გადაცემის შემდეგ აუცილებლად ჩავთავთ. აი კიდე რატომ ვუყურეთ? რატო დავიწყე რუსეთის დაზვერვიდან? ისინი საფრთხეს სხვა რამეში ხედავენ. თურქულ საფრთხეს. თურქულ საფრთხეს ხედავენ, ფაქტია რომ ამ არაბულ თემას ამოეფარა ეს თურქეთი. ანუ ხმაურისთვის შემოგვიგდეს ეს რაღაცა, ეს შეიხმეიხებ ეს არაბები, რა ვიცი ეს ხელზე კოცნები და რაღაცეები. მაგრამ თავარი მაინც ხვდება იქით. ეხლა ვერავინ ვერ დამარწმუნებს რომ როცა ამხელა ფული შემოგაქვს სახელმწიფოში, რომ ის არ იყოს დალაგებული 36 კილომეტრში ჯართან, ანუ რუსებთან და რეგიონში მოთამაშესთან თურქეთთან. ეს არის ზღაპარი, მაგ მოატყონ იმათ კაცო ეყოლებათ იქ პარლამენტში ვიღაცები და ისინი აღარ მინდა შევიგინო რა. გასაგებია რომ იმათანაც დალაგებული იქნება. რაზე დალაგდნენ იმაზე თურქებთან? შემოდით და იყავით კაცო ჩვენ არაფერი პრობლემა არ აქვს, ხო? არა კაცო, მე მგონი უფრო სხვა ისტორიული ოცნება აქვს რა, თურქული ოცნება. ეს ოდით განვიაქვთ მაგათ. მე რატო გეუბნებით ქართველებს ვეუბნები ერთ რამეს კაცო. ამ ხმაურში დიდი რამე არ გამოგვეპაროს კაცო. და ამ თემას კარგად შლის მამუკა ფიფია. დავით სხვათა შორის აბას ჯუმა არის არაბული წარმოების წამყვანი ვინც არის. წარმოშობის. იმან კარგად იცის რას ნიშნავს მაგი. მაგ არაბულ ფირმას, რასაც ქვია, უყურეთ ვიძრომი არის, ეხლა ჩვენც ხო ვერ დაგვაინტერესდა. სასამართლო აქვს ინდოეთში, სასამართლო აქვს ჩერნოგორიაში, სასამართლო აქვს სერბეთში. ანუ ტიპი არის პრობლემა. მაგ ფირმა არის საერთოდ პრობლემა ფირმა. დაჟე ისეთი თემას მიტყვის, რომ პატარა ყველაზე დიდი მაგ მოგებიდანო მაგათმაო. აი 500 მილიონი აიღეს წავიდენო. იქ პაკისტანელები შემოვლენ, თურქები შემოვლენ თუ
პასპორტ მიცემული თურქები შემოვლენ, არ ვიცით რა. ამიტომ ეს არის დიდი საფრთხე. ხო, რაღაც პატარა იმაზე გადაიტანონ ყურადღება და უფრო დიდი ბომბა, რა თქმა უნდა. ასე რომ ვიტყვი, მზადდებოდეს. პატარა რაღაც დაიწყეს თქვა არაბულ დასახლებაზე და არაბულ დასახლება საერთოდ შუაში არ იქნება, ჩემის აზრით, უარესი რაღაც დაგვატყდება თავი. აი უყურე ბატონო თენგიზ გუში ეგვიპტის პრეზიდენტმა და რუსეთის პრეზიდენტმა გახსნეს ატომური ელექტროსადგური. ეგვიპტეში. პირობები არ გაინტერესებთ, ჩემ გვერდზედებს ხალხო. რასაც ქვია ინვესტიცია, ესე იგი. ეგვიპტიდან წამოიყვანა, ესე იგი, სპეციალისტები და რუსეთის ტერიტორიაზე გადიან ამ ობიექტის მართვის სწავლას. ანუ რუსეთი ამზადებს ეგვიპტელებს ამ ობიექტის სამართავად. იქამდე, უყურეთ რა, იქამდე ეს რო შევიდა ექსპლუატაციაში ეს ხო იქამდე ის ეგვიპტელები იქნებიან 30% დასაქმებულები, მაგრამ მართვაში რო ეს სწორედ მართონ იქნებიან სანამ ესენი არ დაამთავრებენ არისწავლიან იქნებიან რუსები. როგორც კი ესენი დაამთავრებენ, იმათ უკვე გარანტირებული სამსახური აქვს. აი ეს არის ინვესტიცია, კაცო. 5 წლის განმავლობაში 67% მიაქვს მოგება რუსეთს, დანარჩენი შეება 5 წლის მერე ხო რჩება კაცო, 100%-იანი მართველი ხო რჩება. პლუს ამას ვალდებულება რომ ეს ურანს ყიდულობს, ეხლა რატო საიდან რუსეთის მოგება. რუსეთმა შექმნა ერთი ბაზა ურანის გასაღების, რომელიც მას აქვს, აი რა ვიცი, რომ თქვენ თავშესახლად იმდენი. ამას ვეძახით ინვესტიციას, კაცო. ის კი არა, იქ აბა აი მე ეს აგიშენე და აბა ეხა ჩქარას უყოლე იქ ჩავსახლეთ, არა კაცო. იქიდან ფულადი მოგება ნახა. ამას ვეძახი მე ინვესტიცია. ეს ინვესტიცია, ამას ექსპანსია ქვია მეთქი, კაცო. რაც შეეხება, კიდევ ერთხელ დავუბრუნდით თქვენ თუ ზელენსკის ჩასვლა თურქეთში. ჩავიდა, თქვი, ახლაც გემეორებთ. ჩავიდა კაპიტულაციაზე ხელის მოსაწერად. სანამ იქ ჩავიდოდა, თავის სახში მოუწყეს პერევაროტი ამერიკულმა ორგანიზაციამ, ეს ანტიკორუფციული რო დაარქვეს რაღაცა. მოუწყეს რაღაც პერევაროტი იქა, ერთმა უწყებამ ქვეყანა ამოატრიალა. და რავი, ზოგი გარბი, ზოგი კორუფციაშია, ზოგი იმაშია და ამას წაუჭირეს ხელში ამერიკელებმა. ახლა მიდის ომი. ევროპელები გადაძალებენ თუ ამერიკელები? ან ერთობლივად შეცვლიან თუ არა, მაგრამ ეს ხდება რის ხარჯზე ხალხო? 2 მილიონი მსხვერპლის ხარჯზე, ქალაქების დანგრევის ხარჯზე, ტერიტორიების დაკარგვის ხარჯზე, საშინელების ხარჯზე, ასე რომ. ამას ქვია ჯოჯოხეთი. კი, ეს მიიყვანა რუსოფობიულმა განწყობამ, კაცო, არავინ არ მოგითმე შენ. ესეთი განწყობა რო იყო, იმიტომაც მივიდა ეს ქვეყანა აქამდე, თორე კიდე გეუბნები, უკრაინა იყო მეორე ეკონომიკა. აფრიკას აქეთ ეხმარებოდა, კაცო. რა ქვეყანა დაშე ინდუსტრიული ქვეყანა იყო, ხო? ფაქტია, ხალხო. დღეს ისი გაუხადეს საქმე იმ სამყარო ბატონო პრემიერო, რომელთანაც ჩვენ იქ მივდივართ, რომ ის ეუბნება, კაცო, მიეცი ეგ ტერიტორიები, მიეციო, მაგათიაო, კაცო, მაგათიაო და რავი, ამათი ნდობა შეიძლება? უკრაინულ პური ყველა ასე რომ ვთქვა. რა თქმა უნდა, ხო აწკაპდეს. საღადა. სადღა? აი ეს არის შედეგი რუსოფობიობის. დიახ. აი ეს მინდა მე. ძალიან კარგი. აი ისა სანამ ჩვენ მამუკა ფიფიას ჩართვას გავაკეთებდეთ, უბრალოდ ჩართვას არა ამონარიც მისი ინტერვიუსი, მინდა გითხრათ, რომ თქვენ შესავალს ხო არ გავუკეთებდით ამ ამონარიც. კი, მე ესე შემიძლია გითხრათ, რომ მამუკამ სტრატეგიულად სწორი მესიჯები გამოუშვა საქართველოში, ვისაც ყური აქვს ისმინოს, სანამ კიდე გვიანი არ არის. იმიტომ რომ ტყუილა გაქვთ ილუზიებში ტყუილა, არაფერი თქვენ აქ არ გამოგივათ, რაღაცა იქ ვიღაცები, რაღაცა თავდაცვის იმას რომ პირდებიან, ზღაპარია ეგენი სულ ყველა ჩვენთან მოდიან, ისე რომ იცოდეთ მერე.
რა ვიცი, ჩვენგან იღებენ მე დახმარებას, მე გეუბნები თუ ბრიქსის ქვეყნები მაქვს, პირველ რიგში რა თქმა უნდა რუსეთის. ტყუილი არიან ესენი ილუზიებში. და იქ გააჟღერა მამუკამ სწორი მესეჯები გამოუშვა. ის პრინციპში რაც მე ვთქვი უკვე, რომ ეს კომანდა მე მგონი არ არის მზად კი არა, ვერც იქნება მზად, რომ დიდი მოლაპარაკებები დაიწყოს რუსებთან, რუსეთის სახელმწიფოსთან ერთი და ყურადღებას ამახვილებს თურქეთის შესაძლო საფრთხეებზე. ინტრიგას დავტოვებ, ძალიან საინტერესო რაღაცებს ლაპარაკობს და რაც თავარია თქვენ დაუკვირდით წამყვანის კონტექსტს. დიახ. თვითონ რუსეთის, ესე იგი ესე ვთქვათ, ფედერალური არხის წამყვანის კონტექსტს დაუკვირდით. სიტყვა არაბიზაციას არ ამობენ იქა. იმათ ისეთი დაზვერვა აქვს, რომ ის როგორ გითხრათ, იმათმა ჩვენზე მეტი იციან კაცო. ამიტომ მე აი ინტრიგა რო დავტოვო, ვიტყვი ესეც ამის რომ რიგარეში უნდა ჩატარდეს, ეს რა თქმა უნდა თქვა და აბსოლუტურად ვეთანხმები, აბსოლუტურად ვეთანხმები. რა თქმა უნდა პირდაპირ მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს უკვე რუსეთის ფედერაციასთან, იმიტომ რომ ჩვენ სხვა გზა მაინც არა გვაქვს. და რა თქმა უნდა იმასაც ვამბობ, რომ ყველა სტრატეგიული ობიექტები, ეს იქნება აეროპორტი, ხას უსმევ, აეროპორტი, რომელიც სრულ რუსეთ-თურქეთის კონტროლზეა, აბსოლუტურად 100%-იანი თურქულ კონტროლზეა. ეს უნდა დაუბრუნდეს სასტრაფო წესით საქართველოს ხელისუფლებას. ეს აუცილებელია. პორტები არც ერთი პორტი არ საქართველოს. არ ხო, და რა თავარია ძალიან ნერვებს უშლის ჩვენის აი სამეზობლო სახელმწიფოებს ის რომ არ მიდის მოლაპარაკება იმ თემაზე, რასაც ქვია რკინიგზის გახსნა. ამას მაინც გახსნიან, სულოდ დაჭირეთ ამ ქვეყნის დაშლა, მაინც გააკეთებენ ამას, ამიტომ ჯობია ჩვენ თვითონ ავყვეთ ამას, იმიტომ რომ გაგახსენებთ ერთ ფაქტსაც. ბერიას დაჩაზე 90-იან წლებში გრაჩოვმა როცა გვითხრა, შემოდით ესენგეში აფხაზეთი და სამაჩაბლუთიო. ერთადერთი კაცი ვიყავი, წამომწდა. რატო ენა არ მომწყდა კაცო? წამომწდა. მეთქი, მოდი რა, მეთქი და რას ლაპარაკობ კაცო? ბიჭო, ტერიტორიებით დავკარგეთ. ესენგეში მაინც შევედით. ბიჭო, თუ მაინც უნდა შევიდეთ, რაღაცე მაკარგინებ ტერიტორიებს კაცო. ამიტომ ომს რაღაცე ვიდე. რაღაც ხო რაღაცე ვაზიანებთ ამ ქვეყანას. ხო მაინც იცით, რაც არ უნდა თქვენ თავზე დადგეთ კაცო. სულ რომ თავი ურტყათ ერთ ადგილზე, არაფერი თქვენ არ გამოგივათ კაცო. დამთავრებული აქტება. მაინც მოგიწევთ იქ ჩასვლა, მაგრამ ერთიანი ჩახვალ და პაზორნის სიტუაციაში იქნები. პაზორნის სიტუაციაში, რაც მაგდათ არ მინდა რომ ჩახვიდე მაშინ. ან უნდა მოვიდეს ის კატეგორია ხალხი, რომელსაც ცოტა ფაშისტური განცხადებები არ აქვს გაკეთებული და იქ ნორმალური ადამიანები, იმიტომ რომ იქ კიტები ზიან, კაცო. ბოჭორიშვილი კი არ დაგხვდებათ იქ, კაცო და რა ქვია, სანდო. იქ ცოტა კიტი დაგხვდებათ ვიღაცა, რა ვიცი. ვეშაპი. პლეხანოველი პიტი რა, მამის პლეხანოველი იყო. ყველა ტაჩო აქ მიღებული, ანუ მაგიტომ დრონზე ყველაზე დიდი ერთი წელი, აი გადაცემა დაიმახსოვრე. ერთი წელია ვადა, 12 თვეა ვადა ამ ქვეყანას. იმიტომ რომ 2026-ში იწყება დიდი რამეები, კიდე გეუბნებით. ვიცი როგორც სამხედრო კაცი, როგორც ოჯახში ძალოვნები რო ყავს კაცო. ტარტურიდან და მიმიდან გადმოსული სამხედროები გუმრის ბაზაზე, რომელიც როტაციით უნდა გასულიყვნენ, არ გავიდნენ, დარჩნენ იქა, რატო? ესეთი ჩვენი საინფორმაციო ველი არის დაკავებული იმით, რა ქვია. ესე იგი გამოდის ყველანაირად საფრთხე ჩვენ კავკასიის რეგიონში ეხლა ყველაფერი გადმოიწევს აქეთ თენგო. რატო იცი ის უკრაინას დაამთავრებს უკვე იმ გაგებით რომ ჯიბეშია უკრაინა კაცო უკვე. ეს უკრაინა იქით შეატრიალებს იარაღს აგერ თქვენ დაგერმე. თელი სიმდიდრეები კაცობრიობას რაცაც ასულდგმებს არის ჩვენს რეგიონისკენ, ანუ ახლოს შორეულ აღმოსავლეთისკენ. თელი ყურადღება ეხლა აქეთ წამოვა კაცო. შენ ამ დროს დგას 3 მილიონიანი ქვეყანა სრულიად უპატრონოდ. აი სრულ ერთი გოგა ხაინდრავას ემეძე ვართ რა და ჯორჯიან ტაიმსის ექსპერტებზე.
ხო მეტალა მითხარით ვისი მეძახართ ხო და არაბებზე დაკლებარაკობთ კაცო იმათ თავი ჯარი არ აყავთ კაცო ესეთ უპატრონო ქვეყანა პროსტო აი ესე გდია რა აი ესე გდია ეხლა ვინც ჩაიდებს ჟიბეში ჩაიდებს ეხლა არ მითხართ აქ ეხლა რა ლაპარაკობ კაცო ჩვენ დამოუკიდებლობა და აი ქართულო ხალხ მალიხ იქარ აი გუთხარით უკრაინელებს რა აი გუთხარით ეხლა იმას რა ქვია სირიელებს და იმათ რა ქვია კიდე სერბებს და ერაყელებს უთხარით მაგ კარგად აგიხსნიან პოპულარულ ენაზე მაგი როგორ ხდება რა პოპულარულ ენაზე აგიხსნიან სულ ყველას ამიტომ კიდე ნუ ეთამაშებით ცეცხლს არ გამოგივათ ეხლა ის გუშინდელი რუსაფობები გუშინდელი ლიბერასტები ახლა უცბად ხედავთ რომ ჩემები უკვე ვერ ხსნიხებენ და ახლა გინდა თუ ამ ჩემ თამაშის ამაგიდან შემოხვიდეთ არა კაც აქ მე დაგხვდებით გააგრძელეთ თქვენ ევროპაში სიარული თუ აქეთ მოსვლა გინდათ ესე არ მოდიან კაცო ჩვენთან კუდის კიცენით და ესე რა ქვია ტყუილებით და რუსოფობიული განცხადებებით ესე არ ხდება კაცო გაგცემენ ყურადღებას ყველა უყურებს ყველა გაგცემთ ყურადღებას კაცო ვინ რა განცხადებას აკეთებს საერთოდ ეხლა ვიმავნთ თქო საერთოდ გართულება არ აქვს რუსთავებზე რომ ყრიან და რომ რუსოფობიულ რაღაცებს განცხადებებს აკეთებენ იოტისოდენა ის არა აქვს აი წარბიც არა ვაფშე არ აქცევენ ყურადღებას ეგეთ რაღაცას აი შენ გაგცემენ ყურადღებას შენ ექსპერტებს აქცევენ ყურადღებას შენ ფედერალურ არხებზე აქცევენ ყურადღებას რა განცხადებებს აკეთებთ საშინელს ეხლა მაინც შეიკავეთ ბიჭო თავი ეხლა მაინც შეიკავეთ თავი კაცო ამ მართლა გაურკვეველ მიწისძვრაზე მართლა საიდან მოხდება ეს მიწისძვრა რო არ ვიცით რა და რა ელოდება კიდე ხვალ ამ ქვეყანას ამიტომ კიდე ერთხელ ამ მეკითხებოდნენ კიდე და ამ არაბიზაცია რაღაცას კიდე ერთხელ გეუბნებით ხალხო მარტო იმიტომ გადით რომ იმ არაბი იქნება თუ თურქი იქნება იმან ნახოს კაცო რომ ამ ქვეყანაში ფულის ჩადება არ ღირს რატო იცი ეს ხელისუფლება შეიძლება დღეს იყოს ხვალ აღარ იქნება და ქართველები წინააღმდეგები არიან ანუ მუდმივი კონფლიქტში ვიქნებით ამიტომ ისე რო არ გამოგვივიდეს რომ იმ ხალხმა თქვას ბიჭო თუ არ გინდოდათ რატო იყავით ჩუმად ძმაო გეთქვა და იქნებ მივიღებდი გადაწყვეტილებას კაცო ნუ ჯერებთ ამ სიგიჟეებს რასაც ის ფედერალური არხები გეუბნებიათ მე ძალიან გვიან იქნება მეთქი კაცო რუსების ჯინაზე ისლამის მიღება რა ვიცი თქვენი ნება კაცო არა ეგ გამორიცხულია და მე ვიცი და მჯერა ბრიქსის ქვეყნები ნამდვილად ხარ დაგვიჭერენ იმათ მას ამოვიღებ და გვერდში დაგვიდგებიან ყველაფერი რაც არ უნდა გაიყიდოს საქართველოში ნებისმიერ ტერიტორიას სარწმუნოების გაყიდვა ძალიან ცუდია. მაგას იკვდილი გვეჩინოს. რა თქმა უნდა. გადმოთენგეს, ნუ თუ რთულია. კიდევ ერთხელ გეუნებით ხალხო. ვიცი რომ უკვე დაიწყებთ იქ რაღაცა, მაგრამ დაფიქრდით, აი სახში მარტო რომ დარჩებით, თქვენ თვითონ ხო დაფიქრდებით, კაცო. ეს ჯარი უკვე დგას 300 წელია მეთქი ხალხო და აგჭირთო. აწი ვეღარ გაიყვან და ღმერთმა დაიფაროს ეგენაკიდან გავიდე კაცო ქართველი დაიკარგება დედამიწაზე ბიჭო მაიტავთ ხოლოდ რომ ეს ჯარი ერთი თურქეთის საზღვარზე დადგეს და მეორე ახალციხის საზღვარზე ნუ თუ ეს ხომ აინც დგას თხოვნაც არ გინდა არც ფულის გადახდა არ გინდა ბიჭო დგას უკვე ესენი ამ ხელისუფლებას რო უყურებ ესენი ჩაოლებრივი ლიბერალები იყვნენ კაცო უბრალოდ ჩემმა სამყარომ დაუმსხრია სამყარო ამათ დაუმთავრა იქა და დარჩენ უპატრონოდ ამიტომ ამათ ვერც წარმოუდგენიათ რას ვეუბნები. ეს მოგცემს საშუალებას კიდევ ერთხელ გეუბნებით ისტორიულ ხანგრძლივობაში ამ ტერიტორიების უსაფრთხოების ეს იქნება ერთი გიგანტური ნაბიჯი გადადგმული ტერიტორიების დაკარგვის კი არა აღდგენის კაცო. სტრატეგიულად ვიქნებით უკვე აფხაზებზე უმნიშვნელოვანეს იმათთვის. თვითონ გადის დრო გავა დრო იქ ერთობლივი ის მოხდება ქორწინებები, ნათლობები, ძმაკაცობები, ფეხბურთი იქნება, რაღაცა იქნება. დრო ყველაფრის კურნალია, კაცო, ჩემი შვილი თუ არა, შენი შვილი ხომ მოესწრება, კაცო. ამიტომ გავაკეთოთ ეს სტრატეგიული ნაბიჯი გადავდგა, რა კაცო. ნამდვილად 30-ში და 7-ში ნამდვილად ხმარი გამოსაღები, დიდი მადლობა ბატონო აატა ასეთი საინტერესო საუბრისათვის. მე გიგეტყვით პატივსემლო TV+-ის მაყურებლებო არ გადართოთ გავა ინტერვიუ
მამუკა ფიფიასი, რომელიც შედგას სალავიოთან, გადის რუსულ ენაზე, იმის გამო რომ არ გვინდათ ზოგიერთმა ტელევიზიებმა მე თქვა, როგორაც გინდოდათ, ისე გადათარგმნეთო. პირდაპირ ექსკლუზიურად უშვებთ ამ გადაცემას. ბატონო თეგო, უყურეთ, მაინც პოსტსკრიპტუმ. ჩვენმა გადაცემებმა შეცვალა თუ არა სახელმწიფო იმაში ნარატივები. აშკარად შეცვალა. რატო იცი მორალურად მართალი ხალხი ვართ. იმას კი არ ვეუბნებით, რომ წამო სახში ლურსმანი მიმიჭედე. უბრალოდ ვეუბნებით, რომ ცეცხლს ეთამაშებით, კაცო. არ გააკეთოთ ეგა, იმიტომ რომ იმ ჩემი პარტიის მომხრეებშიც ძალიან დიდი აგრესიაა, კაცო. ყველა ჩატში მაყურებენ, რას წერენ, ვიცი მეთქი, კაცო. იქ ბიჭო, ქართველი მოძულები კი არ არიან, კაცო. ჩვეულებრივი ქართველი მრევლია, იმ პარტიის წევრები. მირეკავენ, ჩატში მიგდებენ, რეებს მიგდებენ, რეებს წერენ, კაცო რა. და ასე შემდეგ რა. გასაგებია, დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ბატონო პაატა, კარგად ვწანდებოდეთ და არ გადართოთ. Ну что ж, а теперь переносимся плавно в Грузию. У меня в гостях Мамука Пипия. Мамук, ты с нами? Да, с вами. Отлично. Международный секретарь партии «Солидарность во имя мира», телеграм-канал Мамука Пипия. Обязательно подписывайтесь. Ну, у нас с тобой целый, в общем-то, пул тем. Я бы хотел начать с Турции. Ну вот, чтобы так вот соединить предыдущие наши блоки. Мы обсуждали Сирию, мы обсуждали Катар, Турцию, Ближний Восток. Вот с нынешним блоком 12 ноября Реджеп Тайип Эрдоган принял делегацию турок-ахыска, да, турок-месхетинцев. Вот, значит, очень мне понравился пост в одном из телеграм-каналов, что, дескать, турки-месхетинцы – идеальный инструмент для внешнего давления Турции. То есть, во-первых, они давят на Россию. Вот, дескать, там Сталин их там перемещал и так далее. С другой стороны, они давят на Грузию, которая десятилетиями не может репатриировать месхетинцев. Вот такие, значит, негостеприимные, злые грузины этих вот месхетинцев никак не могут принять. Расскажи, вообще у Турции с Грузией какие сейчас отношения? И ведь не только по части месхетинцев идет давление, ведь идет и давление лобби турецкого, и активное проникновение в грузинский бизнес, такая вот достаточно агрессивная экспансия. И как с этим грузины справляются, и как они на это реагируют? Я приветствую тебя, мой друг. Камарджоба всем. Очень хороший формат между народами. Учитывая, что взят курс государства на сближение с народами, внутри России, так и вокруг России. В преддверии, можно сказать, скажем так, создания Министерства по делам национальности, это наша мечта, это еще мы не знаем ничего об этом. Такой формат – это очень хорошая новость. Я приветствую всех твоих зрителей, всех зрителей Соловьев Лайв. Это самый интересный и самый рейтинговый формат во всем мире, могу сказать прямо. Что касается ситуации с турками. Ситуация очень напряженная, она была всегда напряженной, но, знаешь, ты, если помнишь, наш с тобой совместный в ТАССе, совместная конференция, где я поднял этот вопрос, когда грузинский президент приехал в Турцию, и, можно сказать, получил в лоб такой вопрос, как возврат турков-месхетинцев в Грузию. И грузинский народ был, конечно, в шоке, потому что день был подобран такой специальный для Грузии, очень важный, Идгороба называется, и грузинский президент не должен был находиться в Турции. Он должен был находиться в Грузии. Если турецкий президент приехал бы в Грузию, это другой вопрос, и возложил бы цветы. А тут получилось наоборот. Ну и, естественно, те слова, которые были сказаны господином Эрдоганом по поводу возврата, ну, это всерьез было воспринято в Грузии. А то, что вот сейчас происходит, то, о чем ты говоришь, и то, что ты у себя на канале тоже разместил по поводу раздачи паспортов
туркам-месхетинцам турецких паспортов, но это продолжение этих заявлений. То есть, например, ты, наверное, не знаешь, что между Грузией и Турцией можно переходить границу обычными внутренними ID-паспортами. То есть там не нужен даже заграничный паспорт. И наверняка слышал, что Батумский аэропорт совместного пользования. То есть вообще аэропортами Грузии управляют турецкие компании. И Тбилиси, и Кутаиси, и в Батуми. Добавь сюда еще то, что Батумский имеет особый статус, совместный аэропорт. То есть турецкие авиалинии могут использовать как собственный аэропорт. Вот для чего нужно туркам-месхетинцам паспорта турецкие, наверное, нетрудно догадаться, чтобы спокойно переходить границу и как бы там уже слиться с остальными турками, которые там уже очень хорошо себя чувствуют. То есть в Батуми бизнес, там даже там строительный бизнес, игровой бизнес, про аэропорты я рассказал. Ну вот я сам в Батуми не был, но те, кто был, рассказывают, что это такая мини-Турция. Да. Мини-Стамбул, да, такой. Как это воспринимать? Да, у нас, ты знаешь, что у нас есть свои беженцы, и то, что господин Эрдоган говорит, что в 1944 году были изгнаны там больше 300 тысяч якобы турков-месхетинцев. Мы не знаем, сколько там, то ли 300, то ли кто говорит 10, кто говорит 30. Мы не знаем цифры. И не знаем, какие намерены, грубо говоря, у Турции. Почему они этот вопрос сейчас торпедируют. Я не знаю, до конца ли Турецкая республика свободна и независима. Потому что за Турцией всегда стояли британцы. Причем британцы вообще пытаются очень сильно влиять на регион. Не только на Турцию, на Грузию, на Азербайджан, на Армению. И вообще они были замечены и в Абхазии тоже. Исходя из этого, нам неизвестно, чье это желание, потому что британцы провалили Майдан в Грузии. За вот этим несостоявшимся Майданом стояли британцы. И мы же понимаем, что британцы хотели смену власти не для того, чтобы сделать Грузию более демократичной. Грузия самая демократичная страна по сравнению с другими европейскими странами, по сравнению с англичанами. Мы больше демократию имеем, чем они. У них нет никакой демократии. И понятное дело, что они не хотели в Грузии там, не знаю, строить заводы, строить там, не знаю, бизнес, вкладывать деньги, создавать рабочие места и так далее. Нет, у британцев конкретные цели. Британцы хотят взорвать Российский Кавказ. Британцы хотят вместе со своими партнерами по Deep State, они хотят во что бы ни стало создать напряженные очаги, чем больше, тем лучше, у границ России и уже непосредственно в саму Россию взорвать. Это было и в 90-х, это и сейчас, и в будущем также будет. Поэтому нам нужно, конечно же, грузинам все это взять во внимание. То, что происходит, процессы не стоят на месте. И то, что турецкий президент может вот так вот, скажем так, на нашем языке говоря простом, выдернуть грузинского президента тогда, когда он хочет, это не от хорошей жизни. Это, я понимаю, что там есть некие подводные течения, которые, скажем так, вынуждают грузинское руководство идти на такие шаги. Поэтому Грузии нужно, скажем так, Грузии нужна помощь. Грузия должна быть в союзе с Россией. Грузии нужны союзнические отношения с Россией и с Белоруссией. И только так мы можем защитить наши интересы и наш суверенитет. Грузия вовсю воюет и борется за независимость. За независимость борьба до сих пор продолжается. Мы до сих пор не приобрели долгожданный суверенитет. Если мы будем в этом союзе, у нас будет суверенитет, потому что мы видим на примере Беларуси и России,
как все устроено. И мы с тобой неоднократно присутствовали там в различных круглых столах, и мы видим, скажем так, какое равноправие между Россией и Беларусью. Ну да, да. И это, в общем-то, замечают в том числе и в Тбилиси. Давай, раз уж ты начал говорить про Беларусь, я тебе задам такой вопрос. Ну, исхожу из твоих многочисленных выступлений. Вот как-то раз ты заявил о том, что грузины хотели бы перенести вот женевский, да, формат, где вместе с абхазами, осетинами, россиянами, значит, обсуждается постконфликтная ситуация из Швейцарии в Минск, да, в Беларусь. Вот мог бы ты раскрыть эту мысль, почему именно Минск? Действительно ли грузины этого хотят? Если мы говорим грузины, то вот какая часть хочет, сколько грузин хочет, действительно ли это вот некое такое общее желание, вот, или это инициатива вашей партии. Вот раскрой, пожалуйста, и я от себя скажу, что, в общем-то, мне эта мысль очень нравится, и я абсолютно с тобой согласен, что Швейцария утратила статус нейтрального государства после украинских событий, это больше не нейтральное государство, а очень предвзятое, и делать там нечего, я не думаю, что там можно что-то решить, то ли дело Минск, который действительно, ну, выступает, скажем так, гарантом и медиатором, гарантом честных переговоров, честных разговоров, где все равны, и никто друг друга, в общем-то, не подсиживает, никто не держит камня за пазухой. Но вот теперь тебе слово, пожалуйста, в общем, время есть, так вот подробно свое видение этой ситуации. Мы, исходя из логики, посмотрели на ситуацию, и в 2023 году мы от имени партии заявили, что нужно менять формат, который мы считаем, что он мертвый. Там нету никаких шансов о чем-то договориться. Почему? Потому что там сидят те люди, которые затеяли эти все конфликты, и там сидят люди, которые за эти конфликты. Чтобы мы ни в коем случае не договорились ни о чем. Чтобы ни в коем случае у нас не случилась разблокировка всех этих транспортных магистралей, которые есть между нами, Россией, и чтобы север-юг не открыть. То есть это большая игра, которая была еще в 90-х годах затеяна, поэтому там люди... Прямо сидел человек из Ми-6. Вот как можно о чем-то договориться? Понятное дело, что мы, поняв, что Швейцария более не является нейтральной страной, потому что они украли деньги россиян, они присоединились к антироссийским санкциям, они напрямую финансируют войну против России. Соответственно, посмотрев на эту картину, мы поняли, ну еще больше убедились в том, что там россияне вообще могут не прийти, вообще не сесть с этими людьми за один стол. Что в принципе и произошло сейчас на последней встрече 13 числа. Россияне туда пришли и ушли вместе со своими партнерами, абхазами и осетинами. Есть там много каких-то вещей, которые мы узнали, что там происходило. Но вот то, что мы говорили, что россияне там не будут разговаривать, то и произошло. После этого МИД России заявил, что МИД России за перенос этого формата, так как они не являются нейтральной страной. Хорошо, что совпали наши, скажем так, позиции. И мы неоднократно это обсуждали, еще обсуждали это было при тебе раза 3 с главой союзного государства, так я правильно называю, Сергей Юрьевич Глазьев. Да, это было при тебе, мы обсуждали, значит, Сергей Юрьевич нас поддержал, и мы, грузины, чувствуем, что именно Беларусь – это самая нейтральная страна, и вообще Лукашенко Александр Григорьевич относится к нам очень хорошо, очень дружелюбно, с теплотой большой грузинам и Грузии. И нам кажется, что там лучше нам встретиться и договориться о тех проблемах, которые накопились за все 33 года. Мы верим в формат, минский формат, и это чем раньше перенесем, тем лучше будет для нас, для всех. Как думаешь, если удастся, какая реакция будет на Западе? В тех же Соединенных Штатах Америки, в том же Лондоне. Не боишься, что начнут предпринимать какие-то
враждебные действия, делать пакости. Все-таки, ну, давай называть вещи своими именами. Доступ к Грузии у них все еще сохраняется. Понимаешь, у англичан, например, есть, может давить на Грузию вот в финансовом секторе, причем очень сильно. И, конечно же, в этих условиях Грузии придется лавировать. И тут еще вот можно сказать, есть еще турецкий фактор. Я более чем уверен, что англичане грузин шантажируют, что могут возбудить, скажем так, все претензии, которые есть у Турции в отношении Грузии. Ну вот как в твоем посте было написано сегодня, что размыты все границы. То есть Да. ну, могут начаться, скажем так, поднять старые вопросы и начать двигать эту границу туда-сюда. И я тебе скажу, что у Турции есть огромный, скажем так, список претензий на территории Грузии. Не только возврат турков-месхетинцев. Поэтому давление колоссальное. Конечно же, это давление будет. Но нам же надо думать тоже о себе. Дело в том, что мы не можем, скажем так, решить свои вопросы уже более 33 лет. И более того, например, если мы не сядем за стол переговоров в том формате, который удобно нашим партнерам, нашим друзьям, то какие-то процессы могут пойти своим чередом и без нас. То есть там случатся решатся вопросы так, как нас не устраивает, без нас. То есть все равно там сядут в Минске и абхазы, и осетины, и россияне, ну и сторона, естественно, Беларуси там будет присутствовать, и без нас решат все эти вопросы. И тут уже нам будет нечего, как говорится, предложить нашему народу, и это будет полная катастрофа. Это будет полный коллапс для всей Грузии. Поэтому нам нужно спешить, и нам нужно самим вырваться вот из этого порочного круга и в срочном порядке садиться и разговаривать в Минск. Конечно же, мы предлагали от нашей партии, это может быть и Москва, это может быть и Тбилиси, и Сухуми, и Цхинвали, и Сочи, да где угодно. Нам просто нужно напрямую без Запада. И ты помнишь, мы как раз этот вопрос подняли и собрали 150 тысяч подписей за прямой диалог с Россией. Грузинский народ хочет прямой диалог с Россией. Грузинский народ наконец-то понял, что те друзья, которые нам 33 года рассказывали, что они наши друзья, оказались недругами. И вот те недруги, те друзья, которые нам говорили, что недруги, оказались друзьями. Соответственно, осознание пришло, соответственно, грузинское общество готово к разговору напрямую с Россией. Ну да, 150 тысяч голосов, это достаточно много в контексте там 3,5-миллионной Грузии. Да, это немало. Это немало. Слушай, вот такой вопрос, не связанный с обсуждаемой нами темой, хотя, может, и связанный, я не знаю, тут тебе виднее. Был же саммит большой, международная конференция, точнее, по евразийской безопасности в Минске. Туда была приглашена Нино Бурджанадзе, это экс-председатель парламента Грузии. Вот мог бы ты рассказать, какова ее роль там была? Вообще, вы знакомы с ней? И что думаешь по поводу этого приглашения? Слушай, вот очень интересный вопрос, кстати, задал. Странная ситуация, потому что для российской стороны это был сюрприз. Насколько я понял, россияне не были готовы к этому. Россияне не были в курсе, потому что к Нино Бурджанадзе отношение после того, когда она сделала ряд шагов, несмотря на то, что она получила полную поддержку, она встретилась с президентом Путиным в свое время. Она была в контакте с российской стороной. После этого она попыталась войти в коалицию с вот этими товарищами, которые тянут Грузию в бездну. Это Европартии, которые подписали хартию об ЛГБТ-сообщества. Ну, ты знаешь эту историю.
Она с ними попыталась связаться, она с ними какие-то встречи проводила, но потом они ее как-то подвинули. То есть, утратив доверие, можно сказать, в России, она, возможно, пытается зайти в игру через Беларусь. Но вот, например, там наш с тобой этот самый известный человек, наш с тобой друг, можно сказать, узнав об этом, просто взял, они оказались рядом, и он пересел. Он не хотел садиться рядом с Бурджанадзе, который напрямую связан с Западом, и человек, который, можно сказать, предал наши общие интересы грузинские. Вот с таким человеком не захотел он садиться рядом, и я хочу сказать, что это был сюрприз для российской стороны. Для чего она там появилась, посмотрим, покажет время. Может быть, она пытается через Беларусь как раз войти в игру как раз вот российские и грузинские отношения. Да, не, ну, знаешь, кто бы как к ней не относился, вот сам факт того, что ее пригласили, ну, скорее положительно характеризует Беларусь как площадку для диалога. То есть, видите, Минск это та платформа, куда приглашаются все, кто готов к диалогу. Там, вне зависимости от нюансов. Если вы готовы к диалогу, если вы готовы разговаривать, присутствовать и конструктивно вести этот диалог, ради бога. Вот в этом смысле я абсолютно согласен, что Минск идеальная площадка, и я верю в то, что в ближайшем будущем именно там будут решаться судьбы региона, да, нашего, вашего. Мамук, спасибо тебе огромное. Как всегда, очень интересно, спасибо, информативно. Тебе. Да, я, кстати, хочу сказать, что ты большой молодец, что наконец-таки завел телеграм-канал. Вот кто не знает, я Мамуку долго мучил на предмет того, почему у него нет до сих пор телеграм-канала. У тебя столько... Да, последователей, столько, скажем так, фанатов, а вот телеграм-канала не было. Сейчас он появился, и я еще раз скажу, что на него надо подписываться. Телеграм Мамука PPA, так и забивайте. Вот, международный секретарь партии «Солидарность во имя мира» Мамука PPA. Мамук, еще раз тебе спасибо и хорошего вечера. До встречи.